კვირაში 3-ჯერ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის დილა იწყება 7:30-ზე, იმიტომ რომ 7 საათზე ვარჯიშობ და ეს დღე სწორედ ასეთი იყო. ამასობაში გათენდა ახლა ოლთ სახლში, ვიბანავთ მერჩავალთ მოლში და მივდივართ ლაგოდეხში. რადგან ლაგოდეხში დღით მივდივართ და თოვლია, ანუ გადაწყვიტა რომ უნდა იყიდოს ფეხსაცმელი. ამიტომ წავსვლამდე როგორც გითხარით, ჩამოდით მოლში რომ ნახოთ რამე თბილი ფეხსაცმელი. ეს გვინდოდა, მაგრამ ზომა არ იყო. ერთ მაღაზიაში არ ქონდათ და ახლა მოვედით მეორეში და ვნახოთ ექნებათ თუ არა ზომა. მაგრამ იქ წესით მეორე ის მწვანე რომელიც ეჭირა იქ უფრო ლამაზე იყო ვიდრე ორიგინალი ტიმბერლანდის ფერი და ვნახოთ. ვიყიდეთ ფეხსაცმელი საბოლოოდ ისე უკან მივბრუნდით და 42-ის ნაცვლად 53 ზომა ვიყიდეთ, მაგრამ კარგად ქონდა და ფერი ძალიან ლამაზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ორიგინალი ფერისკენ უფრო ვიხრებოდით, მუქი მწვანე უფრო ლამაზი აღმოჩნდა. ახლა შევჭამთ და წავალთ. პარასკევს გვაქვს ხოლმე ფეხის დღე და გვემჩნევა, იმიტომ რომ სიარულიც კი აღარ შეგვიძლია ვარჯიშის ვერა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სანამ ამ ფეხსაცმელს ვიყიდით, მეორე მაღაზიაში ცხოვრიყავით და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს რომ ოფიციალური შემომტანები ვართ, აშკარად წესთან ახლოსაც არ იყვნენ, იმიტომ რომ ხარისხი ძალიან განსხვავდებოდა. და კიდევ კაი რომ არ ავიღეთ ეგ. კოვიდი როცა მქონდა, მაშინ ვჭამე ერთხელ ეს ოსპისობი და იმის მერე სულ მახსენდება ხოლმე კოვიდის მომენტი და თემურ არ მქონდა არანაირი და ამბობს რომ არანაირი გემო არ მქონდა საერთოდ. უდიდეს საცობში მოვყევით და აქედან ლილომდე, ანუ იპოდრომიდან ლილომდე წერს 1 საათს. ერთ საათზე მეტი მოვდით, რომ კახეთის გზატკეცილზე გამოვსულიყავით და ახლა შევდივართ ნიკორაში, იმიტომ რომ დღეს ყავა არ დაგვილევი. შევკვეთეთ ჰოთ-დოგები, ანრიელუდება რომ მოიტანოს. და ამასობაში ჩვენი ბიძაშვილის შვილიც დაგვემგზავრა. გზაში ავიყვანთ თომას. ტკბილ სარჭამ უკვე 15 დღეა მგონი დაახლოებით. და ეხლა ისემშია, ესენი ვიყიდე. მაგრამ ჯერ არ ვიცი შევჭამ თუ არა. და კიდევ ვიყიდე. ასეთი ლამაზი ჭიქა დედიკოსთვის. თუ ჩემი წინა ვიდეო გაქვთ ნანახი, იქ ახალი წელია და ვამბობ, რომ დიდი ხანია ლაგოდეხში თოვლი აღარ მოსულა. და მოვიდა ახლა. დღეს არის იცხვით არ მაქვს. დღეს არის 21 თებერვალი, თოვლმა დაიწყო გუშინ და დღემდე ერთ დღეა თოვლის, მოკლედ. თავიდან გვეშინოდა გზები არ ვიცით რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩემ წემიდის ჩემი ბიძაშვილი და იმან თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის, გზები გაწმენდილი, ამიტომ არანაირი პრობლემა წესით არ იქნება. ერთადერთი შეიძლება ჩვენ ქუჩაზე იყოს მხოლოდ დარჩენილი თოვლი. ისე მინდა თოვლიანი ლაგოდეხის ნახვა, რომ ვერ წარმოიდგენთ. მართლა კაი ხეს ჩემი ოცნება და იმედია თოვლი დავხვდება. თურმე თმაზე რამჯერს ისეთი ქარი არის, რომ თმა კი არა მე რო დავჭი საერთოდ ცოცხალია ეგეც მეგურს. ნახეთ რა მას შეფუთვა აქვს. მაგით არა. კაინა. ნუნაზობა იღებ პირდაპირ. სანამ თომასულდებით, ვნახოთ ახლა როგორ გამოიყურება ჰოთ-დოგი. ძალიან კარგად. გასინჯება და შეფს. ნაგეცებს შევაფასებდი 8 ქულით. 6-ით? აი ჩვეულებრივი გაყინული ნაგეცები რო ეგ არა. სა იყოს ხაბრულად ლამაზი. ამას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, დამალდეთ და განახებთ როგორ აღვქვამდე ამ ყველაფერს მე.
ჩამოვედით ლაკოტეხში. რავო! ეს ვინ არის? ეს ვინ არის? დი? ვაიმე, ჩემო სიყვარულო. აქ ვცდილობთ გავათავისუფლოთ ეზოთოლისგან, რადგან მანქანაში მოვიყვანოთ. ანდლოპერეკოს ქუჩაში და ტოძიარი გაგიშებული ისაუსმეს ძალიან ნერვიულობს თან და მე გული მემდეს. თათი? მეორე თათი და ვაიმე ჩემი ჭკვიანი. ამ დროს დედა უგემრიელესი პილმენების მზადებაში იყო. ვივახშმეთ და ცოტა ხანი გარეთაც გავისაირდე. გაკიდოს თავს. შენ რა მოიხნებული? დილა გათენდა გადათეთრებული სუფთა ჰაერით, მაგრამ ძალიან ცივი, იმიტომ რომ დენიც არ მოგვეწოდებოდა, ამიტომ დილა გავატარეთ წიგნის კითხვაში. შეგიძლიათ მომილოცოთ შოქი მოვიდა და როგორც მეხვდით, გუშინ გავწევდი ეტარატო. ამიტომ თეატრში თავი არ მაქვს. მაგრამ საჭმის თავი ყოველთვის მაქვს. გუშინ ჩამოვიდა ჩემი ბიძაშვილიც. ამიტომ ჩვენ მანქანას ალბათ ვერ გავიყვანთ ესატან, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლი არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი თოვლი ახლა შეიძლება რაღაც ბაუმთიანი რეგიონიდან ვინმე თქვას, რომ ეგ რა თოვლია, მაგრამ ჩვენთვის დიდი თოვლი არის, ამიტომ ჩვენ ბიძაშვილი გოგა მოგვაკითხავს, წინა ვლოგიდან გეცოდინებათ, ბათუმის ვლოგიდან, კომპლეტის ვლოგიდანაც გეცოდინებათ, თურქეთის ვლოგიდანაც გეცოდინებათ, მოკლედ გოგა მოგვაკითხავს და შევწდებით, რომ საგნე ვჭამოთ. რომელ რესტორანშიც გვინდა ასთვალო და ძალიან კარგი რესტორანია, რამდენიმე და ერთ-ერთი არის Wild Hotel-ი, მართლა ძალიან კარგი არის, უბრალოდ ეგ მართლა ტყეში არის შიგნით და იქ წესით გზაც არ იქნება არანაირად გაწმენდილი და მანდ ვერ მივალთ. მაგრამ კიდე ერთი არის, რომელიც უფრო ტრასასთან არის და დიდი ალბათობით საერთო გზა ცარიელი იქნება, ამიტომ სავარაუდოდ წავალთ მანდ ვნახოთ, მაგრამ იქამდე შევწდები, რომ ცოტა ადამიანს დავისკავს. ესე და არის დერეჩები. გონი. ამის თბილი სხვა ვერაფერი ვერ ვნახე. წუხალ მიმაყინა ტუჩები და მთლიანად თამძრო კანი.
ტიკ-ტოკ. როგორ ხარ ძმის? კარგად. Since მე სადმე ტრასისკენ რო გავალთ დრონს აუშვებ თან და გადავიდეთ მანქანას რა თან მე მოსრია. დავსხეით ასეთი ულამაზესი ხედით, შევუკვეთეთ ხინკალი და მწვადი. მე ლუდი, ბიჭებმა არა, იმიტომ რომ საჭესთან იყვნენ. ჭამეთ და დაბრუნდით მერე სახლში ჭორაობის მერე თქმა უნდა. ამიტომ ამ დღეს აღარაფერი ისეთი აღარ მომხდარა, აღარ გადამიღია და პირდაპირ უკვე ვაგრძელებთ სახლში დაბრუნების დღიდან. სახლიდან ვარ გაყვარჯერ მანქანა. დღეს არის უკვე კვირა და უკან ბრუნდებით თბილისში იმედია დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ხვალთან პირი მაქვს. მე ძალიან მტკივაყელი და თან ზემანან თვალებში და საფალით არ წამომენია და მას ჩვენს ანდესკეპი, რომელიც ჩემზე 5 ზომით დიდია. დავსვამ ჩაის იმის იმედით, რომ ცხელი ოდნავ მაინც მიშველეს. ურეცხავთ მანქანას და ორბიტან ვსწოთ ყოფნასთან იმდენი საქმე მაქვს. ისე თუ დააკვირდით, რომ რამდენი ლაგოდეხიდან მოვდივარ, იმდენი მცივდები. წინა ვლოგშიც ხო მასე მოვედი, რომ მეკონა კარგად ვიყავ და მე მეკოსთან როგორ წავედი. ჩემში ამგვარი პრობლემა.